მაინტერესებს როდემდე უნდა ვასწოროთ თქვენი ჩაჯმული ფაილები და საქმეები მე მივიხოდი ექიმთან და ნარკოზიდან გაიგვიძე და წერათითის მაგივრად მოგმული გაქვს კუტუ დიზაინი მარტო ფოტოშოპი და ილუსტრატორი გონია და არც ეგრე არ არის საქმე დიზაინერი პირველ რიგში არის ინჟინერი და პრობლემების გადამწყვეტი და არა შემქმნელი ახალი პრობლემების და არავინ აღარ გაგინებს და ჩემთანაც აღარ მოვლენ მეც დავისვენებ და თქვენც ცოტა აკრეფილი მაქვს ამ ვიდეოში, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სხვანაირად ვერ გამოვხატ. კარგით, ვისაც გაინტერესებთ, ბოლომდე დარჩით და მოგიყვებით რა ჩაჯმულები არიან ჩვენი აქაური დიზაინერი. ხო, ეს ვიდეო ცოტა 18 პლუსი კი არა, 50 პლუსიც იქნება, ამიტომ ვისაც მსგავს სიტყვებზე და საუბარზე ცოტა ყურები უჭკდება ხოლმე, წინასწარ ვაფრთხილებ ვიდეო უბრალოდ დაკეტონ, კომენტარში მიაწეროთ, მიშამ არაფერი არ იცის, ან subscribe, კარგად იყავი, ბლა 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 და ასე შემდეგ. სასწრაფოდ გაასწორე ეს დიზაინი, თორემ დასრულდა ყველაფერი. კი, კარგი, გავასწორებ, არის ინერვიულო. დრო არ არის, ეს უკანასკნელი შანსია გესმის? დიახ, გესმის პირდები, ახლა მოვაგვარებ. შენ გეისმოდი. მე გეცეს გავაგის. ის არა გარიფინიტო. შენ გიგადო. დიზაინერების უპასუხისმგებლობა ამ ვიდეოს ჩაწერის ერთ-ერთი მიზეზი და ერთადერთი უფრო სწორად და ერთი რაღაცა მაინტერესებს. ისედაც ნათქვამი მაქვს თქვენთვისაც და ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ აქ ზოგადად საქართველოში არავისთან არ მუშაობ. ფიზიკურად არ მიყვარს საქმის დაჭერა, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ ქონდა რაღაც მიზეზები, ბევრჯერ გამაკეთებინეს, გადამაგდეს, არც დროის ფასი იციან, არაფერი, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა მითხრეს, მაგრამ მაინც არ მოვდივარ აქეთ ხარეს, იქით ვარ, იქით. დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგს ვაკეთებ, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რამაც გადამაწყვეტინა ეხლა აი ამ ვიდეოს ჩაწერამ. მაინტერესებს ჩვენი აქაური ფსევდო დიზაინერები, როდემდე უნდა იყვნენ ესე უთავმოყარეო და როდემდე უნდა იყვნენ ყოველდღე თავის გაკეთებული საქმეზე გინების ამტანი, ესე ვთქვათ. ხო, მიცან. ეხლა მოგიყვებით დეტალურად და პროსტა მითხარით რა. თქვენს ჩაჯმულ შეცდომებს მე რატო უნდა ვასწორებდე, ან ვაფშე რა ვერ ისწავლეთ 2-2 ფერების სივრცის მოდელი გარგუნად ღმერთმა თქვენთვის რა ყოველ შემთხვევაში სხვაზე არ მაქვს საუბარი ვისაც ესმის და ვინც ცოტა პროფესიონალად უდგება ამ საკითხს 2 მოდელი გაქვთ სულ 2-2 მეტი არ გაბარიათ CMYK და RGB ანუ ერთი მოდელი არის ადიტიური მეორე არის სუბსტრაქციული ხო და ეს დედანატირები ამიხსენით პროსტა რა ვერ ისწავლეთ რომ ეკრანზე შენ გაქვს RGB ფერი ეჭვაზე დიზაინს როცა გაუკეთებ უნდა მისცეს CMYK მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ RGB ფერების სივრცეში პროსტა Ctrl K-ს რო დააჭერ CMYK-ში გადადის როგორც იქ ვირტუალურად გატყუებს Photoshop არ არის ეგრე ანუ ნახე როდესაც კლიენტს ფულს გამოართმევ და იცი რომ შენი გაკეთებული რაღაც მიდის ბეჭდვაზე კეთილი ინებე და ელემენტარული მაინც ისწავლე როგორ კეთდება ეს ყველაფერი RGB არის ეკრანზე რასაც ხედავ გამონათებული ანუ ფერი რომელიც ანათებს ეს შეიძლება იყოს შენს ტელეფონში ეკრანიანი მასივარი თუ გაქვს მასივარზე ლეპტოპზე რა ვიცი whatever მონიტორზე თუმცა მონიტორს ბევრი რომ ვეძახით ის ჯერჯერობით დისპლეია სანამ ფერების კალიბრაციას არ გაუკეთებ მაგრამ ამაზე საერთოდ საუბარიც არ მაქვს ეს ისედაც უკვე კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ არც ერთ დღევანდელ ჩვენს დიზაინერს მონიტორი არ აქვს დაკალიბრებული შესაბამისად მონიტორი კი არ აქვს დისპლეი აქვს
გადმოვიდეთ ისევ აქეთ კლიენტების მხარეს და თქვენს ჩაჯმულ რაღაც საქმიანობაზე ვისაუბროთ. ანუ დღეს თუ კი მე ვინმეს რაღაცას უსრულებ 99% არის ის რომ აკაური ფსევდო ესე ვთქვათ დიზაინერების არ ვიცი ან რას გაყნოსინებენ იმ დიზაინერების კურსზე ან რას გასწავლიან ან თქვენ რას სწავლობთ ან როგორ გებულობთ მაგრამ ვიღაცა როცა ფულს გადაგიხდის და შენ იცი რომ შენი გაკეთებული რაღაც მიდის ბეჭდვაზე შენ შეიძლება ტილიანი $100 გაქვს ამაში აღებული მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს შენ კლიენტს შენს მიერ მოცემული ჩაჯმული ფაილი გასაშვები აქვს სტამბაში ბეჭდვაზე და შენ თუ ტილიანი $100 გადმოგიგდო იქ შეიძლება $100,000 ტირაჟი აქვს გასაშვები მე იმას არ ვფიქრობ შენ ამას იმსახურებ უფრო მეც იმსახურებ რა თქმა უნდა უფრო მეც კი საერთოდ არ იმსახურებ იმიტომ რომ ესეთ ჩაჯმულ ფაილს აძლევ ანუ RGB ფერების სივრცეში გაკეთებულ ფაილს აძლევ საბოლოო ვერსიას როდესაც იცი რომ ეს არაციფრულად უნდა განთავსდეს ინტერნეტში ეკრანზე არამედ მიდის დასაბეჭდად შესაბამისად CMYK ფერების სივრცეში და ამ მოდელში უნდა დაიბეჭდოს იმიტომ რომ არც პრინტერს ან სტამპას ნებისმიერი რაღაცა რაც მიდის ბეჭდვაზე რაც გადასულია ყველაფერს რასაც ჩვენ ხედავთ ნაბეჭს ეს არის CMYK ანუ სუბსტრაქციული ფერების მოდელი გასაგებია ყველაფერი და მესმის ეს ყველაფერი რომ კი სურვილი გააქვთ რომ ისწავლოთ ფული გააკეთოთ და რაღაცა ეხლა არ გამომეტრაკოთ აქ უფლებების დამცველი კომენტატორები და მიშა აბა რა ქნას ფული როგორ იშოვს ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი როდესაც ფულს შოულობ კეთილი ინებე და შენი საქმე აიყვანე ელემენტარულად რაღაცა ისეთ დონეზე რომ სხვა ცხოვრება არ მოუწამლო შენი გაკეთებული ფაილით, პროდუქტით, რავი, რაც გინდა დაარქვი. ანუ ფულს იღებ ამაში, გესმის? როცა შენ მე რაღაც მომსახურებას მიტარებ, მე ფულს ამაში გიხდი, მე შენ ფულს იმითო გიხდი, რომ ეს საქმე მგონია რომ რატომღაც იცი. თუმცა აკაურებზე ძალიან ეჭვმეპარება რომ ვინმე ვაფშე რაღაცა იცის. ხო, ну, რა თქმა უნდა, გამონაკლისებზე არ მაქვს საუბარი. ხო და წარმოიდგინე მიდიხარ ექიმთან და რაღაცა თითი თუ გაქვს მოტეხილიან ისე რა ქვია მოჭრილი და მიდიხოდი ექიმთან და ნარკოზიდან გაიგვიძე და ცერათითის მაგივრად მომული გაქვს კუტუ აი ესე ძალიან მარტივად და მიდიხარ ექიმთან ეს რა არის რა გამიკეთეო და ექიმი იცი რას გეუბნება რა ვქნა ძმაო მეც არ მიხდიან ხელფას და რისით რაკიც ქონდა ის გაგიკეთეო და იყავი ყოფილი მაგითიო და იარე ესე კუტუანი ცერათითით ხო არ მოგეწონება ხო გაგიჩნდება ძალიან დიდი პრეტენზიები რომ ეს უიცი ეს რა გამიკეთა და ამ ქვეყანაზე არ არიან და დაიწყებ დედის ტრაკის გინებას და მართალიც იქნება აი ეს რა საახლობლოში ვიღაცა ხანიკიდან ანაკედან დამიკავშირდება და ერთ-ერთი მათგანი ერთი კვირის წინ გამეჩითა და აუ საწყალი კაცი იგინებოდა იფურთხებოდა იქ უკან მიმსვლელი აღარა ვარ იმასთან ან უნდა მოუკლაო ან რაღაცა უნდა ვქნაო ეგეთი როჟა იყო უკვე რა აი გაგიჟებული იყო იმიტომ რომ ფაილი გაუგზავნა ბეჭდვაზე უნდა ჩაშვებული იყო ეს ყველაფერი ტირაჟულად და 500,000 ეგზემპლიარი თუ რაღაცა ეგეთი უნდა დაებეჭდა რა მნიშვნელობა აქვს whatever თუნდაც 10 ცალი იყოს ეს არ განთავისუფლებს შენ პასუხისმგებლობისაგან და იმ ელემენტარული ცოდნისაგან რაზეც ვალდებული ხარ პროსტა რომ იცოდე და არ ჩააჯვა ისე რომ რაღაც გამოუსწორებელი შედეგი არ გააკეთო და თავი ვიღაცას არ მოაყოლები რა ვიცი მეტი რა ვთქვა არ ვიცი უბრალოდ იმდენად თვალები ქონდა შუშის ამ ადამიანს რომ სხვა გზა არ მქონდა პროსტა დავაწყმარე მოიცა არის ნერვიულო მაქსიმუმ ერთ საათში ყველაფერს გაგიკეთებ მეთქი და გააგზავნე არაფერი არ მინდა შენი მეთქი. იმდენად გაგიჟებული იყო რომ აღარ დაველაპარაკე თან ახლობელიც იყო ნაცნობიც იასნია ხა უფლოდ არ გაუშვებდი მეტყოდი
ვინც ჩაგიჯვა ისევ იმან გაგისწოროს მეთქი, მაგრამ პროსტა ნუ ახლობელი იყო რა, სხვაგან არ მქონდა. ხო და მაინტერესებს როდემდე უნდა ვასწოროთ თქვენი ჩაჯმული ფაილები და საქმეები, მე ელემენტარულად წადით ინტერნეტში ინფორმაციის მეტი რა არის. მოიძიეთ, მოიკულიეთ, როგორ უნდა გააკეთო ეს დედანატირები ფაილი ისე რომ დედის ტრაკი არ გაგინონ ერთი კვირის შემდეგ, როცა ფაილს გავუგზავნე და ფულს გამოვართმევ, რა თქმა უნდა ეს ხო არ გავიწყდებათ. ბანკომატთან ხო აეყუდებით ეგრევე ჩარიცხული თანხის ასაღებად. ცოტა ტრაკი გაანძრიეთ, თავიც გაანძრიეთ, დაჯექით კომპიუტერთან და იმის მაგივრად რომ დიზაინერი ვარ და დიზაინი მარტო ფოტოშოპი და ილუსტრატორი გონიათ, არც ეგრე არ არის საქმე. დიზაინერი პირველ რიგში არის ინჟინერი და პრობლემების გადამწყვეტი და არა შემქმნელი ახალი პრობლემების. ამიტომ წადით ეს დედანატირები ისწავლეთ რაღაცა გაეცანით, როგორ მუშაობს ფერების სივრცე. 2 RGB, CMYK, HSP-ზე, LAB-ზე, LAB-ზე და HSV-ებზე და ეგეთ რაღაც არ 2 ფერების სივრცე წადით პროსტა დაამუღამეთ. როგორ მუშაობს, რანაირად კეთდება ეს ფაილი, როგორ უნდა მოუმზადო ბეჭდვას. მორჩა და არავინ აღარ გაგინებს და ჩემთანაც აღარ მოვლენ. მეც დავისვენებ და თქვენც. როგორც იქნება, ერთხელაც იქნება ვიღაცა ისეთი გამოგიხდებათ, რომ უბრალოდ კაი შედეგებს არ გამოიტანს. ამიტომ თავს მიხედეთ ელემენტარულად უთავმოყვარეობად ნუ დარჩებით და დიზაინერებს ნუ ირქმევთ. ძალიან დიდი თხოვნა მექნება ესეთი ადამიანები.